ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები ერთ კატალოგში ეროვნულ არქივს ახალი გამოცემები შეემატა. დაიბეჭდა იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში დაცული მასალებიც. ახალი გამოცემები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ხვალ გამოიფინება. ღონისძიება მეცნიერების საერთაშორისო დღეს ეძღვნება. წეპებული იყო ერთმანეთზე და ძალიან დიდი სიფრთხილით ლაბორატორიის თანამშრომლებმა დააცალკევეს და აღმოჩნდა პორტრეტი ანტონ პირველისა. არ არის მისი პორტრეტი, მე მგონი ეს პირველია. კათოლიკოს ანტონ პირველის აქამდე უცნობი პორტრეტი 1780 წლით თარიღდება. აქვე მითითებულია ავტორის ვინაობაც. კათოლიკოსი დავით გარეჯის არქიმანდრიტის სპირიდონის მიერ არის დახატული. ის ახლა ეროვნულ არქივში დაცულ საეკლესიო მოხატულ ხელნაწერ მასალებთან ერთად დაიბეჭდება. ქართველი საეკლესიო მოღვაწის პორტრეტი მის ნაწარმოებს მისტიკურ თეოლოგიას ერთვოდა თან. ანტონ პირველი გარდა იმისა, რომ იყო ქართლის კათოლიკოს პატრიარქი, იგი იყო დიდი მწერალი, საზოგადო მოღვაწე და მას მრავალი საინტერესო ნაწარმოები აქვს დატოვებული, რომლის ხელნაწერები ინახება ჩვენთან ეროვნულ არქივში და უმეტესი მათგანი გადაწერილია მის სიცოცხლეშივე. ერთეული არის ასეთი ხელნაწერები, ნამდვილად ძალიან ცოტა გვაქვს ჩვენ საგანძურში. ეს არის ხელნაწერი ქართული მილებული ძლისპირი, ასე თქვათ, ანუ ხელნაწერი ქართული სანოტო ნიშნების ხელნაწერი დღემდე გაუშიფრა უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. მე-19 საუკუნეების პალიმსესტები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრშია შესული. ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ქართული დამწერლობის განვითარების დიდი გზა ეროვნული არქივის ახალ გამოცემაში გაერთიანდა. ასევე შესული არის იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ამბან დიდი სახარება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უძვირფასესი განძი, ეროვნული განძი ჩვენი, არ მხოლოდ ეროვნული არქივის, არამედ ქვეყნის და სწორედ ეს დამოკიდებულება ჩვენი დაადასტურა იუნესკომ. გამოცემების პრეზენტაცია ხვალ ეროვნული არქივის გალერეაში შედგება. კვლევარები ამბობენ, რომ აქამდე უცნობი მასალების სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვა დოკუმენტებს ახალ სიცოცხლეს შესცენს.